არიან თუ არა მღვდლები საუკეთესო ფსიქოლოგები. ამ ლაივის იდეა გამიჩნდა, იმიტომ რომ ადრეც შემიმჩნევია და ამ ბოლო დროსაც ძალიან თვალში მხდება, რომ Facebook-ზე ფსიქოლოგიურ ჯგუფებში ძალიან ბევრი ადამიანი როცა წერენ სხვადასხვა წევრები თავიანთ ფსიქიკურ სირთულეებს, კომენტარებში აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც უწერს, რომ ეკლესიაში წადი, მოძღვართან მიდი და გეშველება. ფსიქოლოგები არ გინდა, საუკეთესო ფსიქოლოგი არის მღვდელი. ეს რჩევა წლებია უკვე, დომინირებს. არიან რაღაც სახელმოხვეჭილი ფსიქოთერაპევტები, ვისაც ქვევით ხალხი ურჩევს ხოლმე. ხანდახან ნაკლებ სახელმოხვეჭილებსაც ურჩევენ, ეს არის, მაგრამ ერთი პოსტი არ მინახია ლამის, სადაც ადამიანი თავის ფსიქოემოციურ ტკივილზე წერდეს და კომენტარში ვიღაცამ არ უთხრას, რომ წადი მღვდელთან. მოძღვარი გაიჩინე, ილოცე და კარგად გახდები. და ეს უნივერსალური რჩევა არის. არ ვიცი, დეპრესია აქვს ადამიანს, ფოთვები აქვს, სექსუალური სირთულეები აქვს, არ ვიცი, ფობიები აქვს, ნევროზი, რაც გნებავთ. ეს არის პანაცეა, აბიგლუკოზა. ასე საუბრობენ. ეხლა თვითონ ფსიქოლოგიის გადასახედიდან მინდა რაღაცები გაგიზიაროთ. ჯერ დავიწყებ იმით, რომ დედამიწაზე ადამიანი არ დადის, ვინც რაღაცა გაგებით ფსიქოლოგი არ არის. ესეთი ადამიანი ვერ იქნება. თუ რაღაც დონეზე შენ საკუთარი და სხვისი აღქმა არა გაქვს ფსიქოლოგიური, იმიტომ ჩვენ ფსიქოემოციური არსებები ვართ, ხო? კონტაქტში ვერ შეხვალ. შესაბამისად, თუ კონტაქტში ვერ შეხვალ, ვერ გადარჩები. ამიტომაც კი რა თქმა უნდა, მღვდელიც არის ფსიქოლოგი, მასწავლებლებიც არიან ფსიქოლოგები, არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები არიან ხოლმე ექიმები, კარგი ექიმები. სხვა შორის მაგითიც მიხვდებით, როგორ ექიმთან ხართ, თუ როგორ გრძნობთ ფსიქოემოციურად თავს მასთან. როგორ შეიგრძენით თქვენი თავი. ამით შეგიძლიათ მიხვდეთ, როგორია ექიმი. ძალიან ხშირად არის პირდაპირ კავშირში. თუ იქ რაღაცა საყრდენის, სიმშვიდის და თავდაჯერების განცდა მოვიდა მასთან კონტაქტში, ესე იგი ეს თქვენი ექიმია და ის ალბათ არის პროფესიონალი. ხოლო თუ პირიქით ექიმთან მიხვედით და გაქვთ არ ვიცი შიშის და ხელვის განცდა, თუ ექიმი გაბულინგებთ, დაქცინით ემოციებზე, არის სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები, ხო? ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის კარგი ექიმი იყოს, იმიტომ რომ კარგი და პროფესიონალ ექიმს თავის პრაქტიკიდან გამომდინარე ესმის თუ რა დატვირთვა აქვს ადამიანის ფსიქიკას ნებისმიერ მკურნალობაში. კბილის ამოღებაშიც კი, როგორ მოუდგები ადამიანს ფსიქოემოციურად და როგორ შეხვალ კონტაქტში, ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, წონას ატარებს პროცესის წარმატებულობაში. ამიტომაც მე ჩემი იმიდანაც შემიძლია გავიხსენო, ადრე იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთ ექიმს უთხარი რაღაცა არ მსიამოვნებს ამაცრის წარმოდგენა თქო, რაღაც აცრას მირჩევდა და როგორც კი ეს უთხარი, მაშინ არ აიცრა, ეგრევე მითხრა. რაღაც ძალიან გადამწყვეტ აცრაზე არ იყო საუბარი, თუმცა უმჯობესი იყო რომ ამეცრა და რაღაცნაირად თუ არ მეთქი რა, არ მსიამოვნებს მაგის წარმოდგენა თქო. ორსულად ვიყავი და ეგრევე მითხრა, რომ კარგი მაშინ არ აიცრა. მაშინ თუ ეს შენ ესე გიგრძნობს გული, ნახეთ რა ხელა პატივისცა მან ჩემს ფსიქოემოციურ განცდებს, ხო? ასევე მქონდა შემთხვევა ძალიან კარგ ქირურგთან ამოვიჭერი გლანდები და როცა მე გლანდები ამოვიჭერი იმ პერიოდში აძინებდნენ ხოლმე ადამიანებს და ისე ჭრიდნენ და უმჯობესია დაძინება. მაგრამ მე უთხარი ასეთი რამ, რომ კი ბატონო თუ გინდა დავიძინებ, მაგრამ დედაჩემი ძალიან ნერვიულობს მეთქი და შეიძლება მართლა რამე დამემართოს თქო. იმან ასე იცის, ასე ძალიან როცა ნერვიულობს, ღმერთმა უწყის მერე რა მოხდება მეთქი და ეს როგორც კი უთხარი ქირურგმა, რომელმაც არ ვიცი, მეცნიერია, ხო? ყოველდღე ატარებს ოპერაციებს. კარგიო მითხრა, მე გავიგეო შენ ახლა რაც მითხარო და ადგილობრივით ამომჭრა. გინდა დაიჯერეთ, გინდა ნუ დაიჯერეთ. ფაქტი იყო ეს, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკურ განწყობას ასახავს. ახლა რაც შეეხება მღვდელს, რა თქმა უნდა, მღვდელს აქვს მით უმეტეს თუ მას აქვს უკვე წლების მანძილზე გამოცდილება ადამიანის ფსიქიკის გარკვეული ცოდნა. სხვა შემთხვევაში მღვდელი კი არა, ვერავინ ვერ იქნები რა. ელემენტარულ კონტაქტში შესვლა თუ არ შეგიძლია და ადამიანის ფსიქიკის გარკვეულწილად აღქმა თუ არ შეგიძლია, არ არსებობს იქ რაიმე ეფექტური კონტაქტი. ეფექტური კონტაქტი არ არსებობს ცხოვრების ხარისხი, არ არსებობს სტატუსი და ასე შემდეგ. რაც ახლა მღვდლების უმრავლესობას საქართველოში განსაკუთრებით საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს, ხო? ხარისხი გინდათ და პატივისცემა თუ რაც გნებავთ. ეს სტატუსია, სოციალური ხშირად. რომ არ ვისაუბრო, მანკიერ მხარეებზე, მაგაზე არ გადავალ, ეგ სხვა ლაივის თემა არის. ახლა
როცა ადამიანს აქვს ფსიქიკური სირთულე და ეუბნებიან წადი მღვდელთან. ძალიან უპასუხისმგებლო რჩევა არის, იმიტომ რომ ერთი რამ რაც არის ოქროს წესი და აქსიომა ფსიქოლოგიაში არის, რომ ძალიან არ ვარგა და არაფრის მომცემია ადამიანისთვის როლების აღრევა. ეს მარტო მღვდელს და ფსიქოლოგს არ ეხება რა. აი თუ ადამიანისთვის არსებობს რაღაც სოციალური როლები, ხო? ნუ ვიღაცა არის დედა, ვიღაცა არის მამა, არის და, არის შვილი, არ ვიცი, დედამთილი, რძალი, მეზობელი, ნათესავი და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ, ეს არის ფსიქოსოციალური როლი. თავისთავად როლი არაფრით ცუდი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ადამიანებს მოწონთ ხოლმე, თუ აქვთ ტენდენცია, რომ გააფართოვონ როლები და აი ესეთ რამეს იტყვიან. დედა, მაგრამ თან მეგობარია ჩემი. ან მასწავლებელია, მაგრამ თან სულიერი მოძღვარია ჩემი. ან მღვდელია, მაგრამ თან ფსიქოლოგია ჩემი რა. ან მამაა, მაგრამ უფრო ძმაკაცია. ხო და ეს არ არსებობს, მეგობრებო. ეს არის ნევროტული სურვილი, რაღაცა როლის გაფართოების საკითხავია, იქ რატო არის ეს როლი გაფართოებული, ან რა იგულისხმება ამ ნათქვამში, შეიძლება უბრალოდ იგულისხმება, რომ კეთილი დამოკიდებულება გვაქვს, არ ვიცი, მამასთან, დედასთან, ან მღვდელთან, ეგ სხვა ამბავია. მაგრამ თუ მართლა ეს იგულისხმება, რომ მე ჩემი დედა ჩემი დაქალი მგონია, მამა ჩემი ძმაკაცი მგონია, მღვდელი ჩემი ფსიქოლოგი მგონია და ჩემი ფსიქოლოგი არ ვიცი კიდე ვინ მგონია და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდ არეულობას იწვევს და გაუგებრობაში აღმოჩნდება ადამიანი. და შესაბამისად კონტაქტში ახლა მე რო შევდივარ, აღარ ვიცი ძმაკაცს ველაპარაკები თუ მამას. გასარკვევია ეგ რა. მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენ გაუცნობიერებლად ამ ასე ვთქვათ, გაცნობიერების ველში არ ამოდის, მაგრამ გაუცნობიერებლად მუდმივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ ვის ვესაუბრებით, რა ვთქვათ და როგორ ვთქვათ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს ერთი მხარე, რომ ნუ ახლა თან მღვდელია, თან ფსიქოლოგია, ეს არ გამოვა. მღვდელი არის სულიერი მოძღვარი, რომელიც შენი კონფესიის და შენი ინტერესის მიხედვით იმ სასულიერო სისტემაში და გზაზე, იმ რელიგიაზე გაგარკვევს და გასწავლის. ღმერთმა ქნას და იმედი მაქვს, რომ შენზე გამოცდილი იქნება სულიერად და შესაბამისად სულიერების გზაზე, ვისაც უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს, მღვდლისგან, მონაზვნისგან და ასე შემდეგ, მიიღებენ აი სულიერების განსავითარებელ რჩევებს. მაგრამ ეხლა როცა ადამიანს აქვს დეპრესია პირობითად, შეიძლება მასთან ჰყავდეს მოძღვარი და სულიერად განვითარებაზე ზრუნავდეს. რა თქმა უნდა. მაგრამ იმისი ფიქრი, რომ დეპრესიას უშველის მოძღვართან აღსარების თქმა, სულიერ გზაზე დადგომა და ლოცვა არ არის მართებული ფიქრი. და რატო ახლა ავხსნი? მას სწავლების პროცესი თავისთავად არის თერაპიული, რა თქმა უნდა, თუ სულიერ სწავლების გზაზე დადგები, უკეთესად გახდები, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს უნდა შენ იგრძნო. თვითონ ადამიანმა შეიგრძნოს, გადაწყვიტოს. ჩვენ თავისუფალი ნება რომ გვაქვს ადამიანებს, ასე ვთქვათ, ესე ამ ტერმინს გამოვიყენებ ახლა, ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ რასაც მე ავირჩევ, იქ მაქვს ენერგია. თუ ვიღაცამ რაღაცა და არ ვიცი დამაძალა, თავს მომახვია და ასე შემდეგ, იქ ენერგია მე არ მექნება. და განვითარებაც არ მოყვება ამ ამბავს. ამიტომაც კი, დამხმარე შეიძლება ეს იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან დიდი განსხვავება არსებობს თერაპიულ კონტაქტსა და მოძღვარი მრევლის კონტაქტს შორის და ეხლა გეტყვით აი მთავარ განსხვავებას რა. მოძღვართან შენ რომ მიდიხარ, ფაქტიურად ეუბნები რომ მასწავლეო და ის გასწავლის. ნუ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ის რომ გასწავლის, ის დგას მაღლა ამ დროს. და შენ რომ მოსწავლე ხარ, შენ დგახარ დაბლა იერარქიულად. ესე არის ჯანსაღად მოწყობილი. ნებისმიერ ფრანგულის მასწავლებელთან თუ მიხვალ, არ ვიცი, ან მათემატიკის მასწავლებელთან, იქაც ასეა. სანამ ვიღაც რაღაცას გასწავლის, იმ მომენტში შენ რაღაცნაირად მშვიდად, მორჩილად ისმენ, სწავლობ და იღებ იმას, რაც გითხრეს, ხო? ეს ჩვეულებრივი პროცესია სწავლის. შენ თანხმდები, რომ ადამიანმა შენში ცვლილებები გამოიწვიოს თავისი სწავლებით და შენი ნებით იღებ ამ სწავლებას. ხოლო თერაპიაზე თერაპევტი ძალიან ცდილობს, თუ პროფესიონალია, რა თქმა უნდა, რომ კი არაფერი გასწავლოს. უბრალოდ რაც შეიძლება თავისუფლად იგრძნო თავი, რომ შენ თვითონ გახდე შენი თავის მასწავლებელი. და ძალიან დიდი განსხვავება არის. ამაზე დიდ განსხვავებას ვერ იპოვით რა. ისევე როგორც
უხეშად რო შევადაროთ ეხა როლები თქვათ სკოლის მასწავლებელი სხვა რაღაცას გასწავლის და სახლში მშობელიც გასწავლის რაღაცას და კიდევ არ ვიცი შეიძლება ყავდეს მეგობარი ვისგანაც რამე ისწავლო მაგრამ ეს სწავლების პროცესები განსხვავებულია ასევე არის აქაც ღვთლის ასე ვთქვათ სასწავლო ინსტრუმენტები არის ქადაგება, რჩევის მიცემა, აღსარების მოსმენა, შენდობა, ეს ქრისტიანულ რელიგიაში ვთქვათ, იქ ბუდიზმში არ ვიცი ზუსტად როგორ არის და არც მუსულმანობაში, მაგრამ ყველგან არის რაღაცა მეთოდოლოგია, სადაც მღვდელი მაღლა დგას, სასულიერო პირი და იქიდან ვინაიდან შენზე წინ არის გარკვეულ არ ვიცი სულიერ ასპექტებში, იქიდან გასწავლის, მოძღვრავს, ხო, პირდაპირ სიტყვა გეუბნება, რას აკეთებს ის. და ამ დროს შესაძლოა დეპრესიაში მყოფი ადამიანის მთავარი პრობლემა იყოს და ხშირად არის ეს ყოველთვის არა რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი მოისმინა და ეს აზრები მის პიროვნებაში შიგნით ერთმანეთს ეჯახება და ხლეჩს სვას და სანამ ეს ბრძოლა მიმდინარეობს იმდენად ძლიერია აქ ენერგიის ხარჯვა რომ წევს და ვეღარ დგება რა აღარ შეუძლია ბრძოლის ველზე დაქანცული აგდია და მასში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ერთმანეთს ეჯახება და ეხლა წარმოიდგინეთ რომ ამ ადამიანს აქვს ამდენი მილიონი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი რომელიც მის ფსიქიკაში ერთმანეთს ეჯახება და ებრძვის და ამ ბრძოლისაგან გადაღლილი ძირს დავარდა და რაც არ უნდა სიკეთე უთხრა რაც არ უნდა სიკეთე უქადაგო მესამე გარე აზრს რო ამატებ ბრძოლის ველზე ეხლა ის შევიდა და ეხლა იქ დაემატა კიდე ენერგია დასახარჯი რომ ეხლა ებრძოლოს კიდე იმას რომ აი ქრისტიანულად უნდა იცხოვრო ესე უნდა იცხოვრო და არა აქ ამ ადამიანს ეხლა ამისი რესურსი ჯერო ახალი კიდე ინფორმაცია მოხარშოს იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ყველანაირი ფსიქიკური სირთულის ძირში რომ გადაფხიკო ასე ვთქვათ და ცოტა დააკვირდე დგას გაუცნობიერებელი რაღაცა წარმოდგენები, რწმენები და აზრები, რომელიც ადამიანმა ბავშვობაში დიდი ალბათობით, შეიძლება უფრო დიდ ასაკშიც გაუცნობიერებლად აი ღრუბელივით შეისრუტა, ისე რომ არ გაუაზრებია. და რაც უფრო მეტია ესეთი შესრუტვა და აზრების გადაყლაპვა, ესე უხეშად რო თქვა, მით უფრო დიდი არის მე შინაგანი წნეხი და ჭიდილი ადამიანში. და ესეთ სიტუაციაში ახლა მე თუ კიდე დამოძღვრის ველში წავიყვან მას და ვურჩევ რომ აბა ხო შენ ისედაც გააქვს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები და ახლა კიდე მოისმინე სხვა აზრი. შეიძლება ძალიან კარგი აზრი და ძალიან ჯანმრთელი, მაგრამ მაინც სხვისი წარმოქმნილი და ამ ადამიანის სირთულე იცით რა არის? მას საკუთარი ასე ვთქვათ სოფხედველობის წარმოება აღარ შეუძლია ამდენი დაძაბულობისგან და მისი პიროვნება ნიველირებულია უკვე აქ დიალოგინზე ის გამოხატავს სხეული პირდაპირ რა მდგომარეობაში არის პიროვნული მე ლოგინზე წევს და ვეღარ დგება არ შია არ წყურია არაფერი არ უნდა იმიტომ რომ მასში შიგნით შემოჭრილი სხვა რაღაცა აზრები ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ერთმანეთს უპირისპირდება აი მაგალითად ცხოვრებას აზრი არა აქვს მე რო აღარ ვიცხოვრო დედა ჩემს ეწყინება და გული ეტკინება და შეიძლება რაღაც დაემართოს. აზრი არა აქვს რაიმეს გაკეთებას, იმიტომ საერთო ჯამში ყველანი დავიხოცებით. და ასე შემდეგ. და აი ამ აზრებშია გახვეული პიროვნება და ლოგინზე გდია, იმიტომ რომ ეხლა აქ მიმდინარეობს მცდელობა, რომ მოხარშოს ეს აზრები. და ამ დროს ნაია შიშებიც ხო? კი, შესაძლოა შიშებიც. ნახე, ეხლა კაი აქცენტია. აი შეიძლება ფობიურია ადამიანი და ურჩიეს რომ წადი მღვდელთან. ხო და ამის ფსიქიკაში ხა რა ვითარებაა თუ ფობიურია ნახე რომ აგრესია რომელიც დაგროვილია ხელშეუხებელი ადამიანების მიმართ უხეშად რო გითხრათ აი მაგალითად გაუჩნდა აგრესია დედის მიმართ ხო და დედა არის ხელშეუხებელი ჩვენ ფსიქიკაში ხო ბავშვური ფსიქიკის ნაწილშიც და დასრულშიც დედა რაღაცა სხვა მოვლენაა რა თქმა უნდა შეიძლება მის მიმართ აგრესიის გამოვლენა მაგრამ სირთულეც ეგაა რომ ამასაც სწავლა სჭირდება ეს ხო აკრძალულია და ეს აგრესია დააგროვდა გაიზარდა და პირობითად დედის მიმართ ამაში მამა იყოს შვილი იყოს და იყოს ძმა ნებისმიერი ადამიანი ვინც ხელშეუხებელი სტატუსით სარგებლობს ცოლი ქმარი რა ვიცი ვინც გნებავთ და თუ ეს დააგროვდა და უდიდესი სიყვარულია ხოლმე თან იმ აგრესიის ობიექტის მიმართ პარალელურად ხო გადადის შიშებში რომ ღმერთო ეს რა საშიში მდგომარეობა მაქვს რა ოღონდ ეს ყველაფერი მე ხა გიხსნით თორე კი არ ცნობიერდება და წამოვა შიშები და ეხა ნახეთ მივიდა ეს შეშინებული ადამიანი
და იქ ეკლესიაში ეუბნებიან ჯოჯოხეთში მოხვდები თუ ცუდად მოიქცევი. პატივი ეცი დედაშენს და მამაშენს, თორე დედა გეტირება, აი 10 ცნების დარღვევაა, ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. იქ რაღაცა ეშმაკები არიანო ეუბნება. ანუ თავის სწავლებას ავრცელებენ ესენი, ხო იქ სახელები ქვია მოვლენებს, ოღონდ ცოტა სხვა სახელები და ამისი შიშებისთვის და ფობიისთვის ეს შეიძლება უარესი ცეცხლზე ნავთის დასხმა აღმოჩნდეს. ღმერთმა უწყის რა იქნება რა? ისედაც შიშები ქონდა და ეხა კიდე ჯოჯოხეთი, ეშმაკი, სატანა. თან ასეთ ადამიანებს, ვისაც შინაგანია ესეთი აზრების დაპირისპირება აქვს, ხო? და ეს ჩვენ ყველას გვაქვს. მან დოზებშია სხვაობა. ძალიან უვითარდება წარმოსახვის უნარი. ანუ ისეთები შეიძლება წარმოიდგინოს და დაინახოს, რომ თვითონ ის მოქადაგე მღვდელი თვითონ ვერ წარმოიდგენდა იქ. გინდა ჯოჯოხეთზე და გინდა ეშმაკებზე. ამიტომ საფრთხილოა. ღმერთის გეშინოდეს, ესეც ძალიან კარგი აქცენტია, ეს ძალიან ძიმე შეგონება არსებობს ჩვენს ეკლესიაში. უბრალოდ ეხა ჩემი ლაივის თემას სცდება. მაგრამ უკეთ იმის თქმა მინდა, რომ მოძღვარი არის სულიერი წინამძღოლი და ამასთან გულით ირჩევს ადამიანი და ინტუიციით, ისევე როგორც ფსიქოლოგს სხვათა შორის. არ არსებობს რაღაცა ობიექტურად ძლიერი ფსიქოლოგი, გონიათ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს არ არსებობს. ობიექტურად ძლიერი არავინ არის. არსებობს სუბიექტური შეთავსება, შეუთავსებლობა ფსიქოლოგთან. ხო, ტაძარში ხშირად მოისმენთ ღმერთის გეშინოდეს კი. ეს ასევე არის ამოზრდილი ალბათ იქიდან, რომ დღეს საეკლესიო განათლება და ეს ყველაფერი ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. არ ვიცი თუ დასწრები ხართ ვინმე მართლმადიდებლურ წირვას, იქ არის მომენტი, როდესაც მღვდელი ასეთ სიტყვებს ამბობს. კათაკმევლებო განვედით, განვედით კათაკმევლებო და აგრძელებს და ერთი 10 წუთი მიდის, რომ კათაკმევლები უნდა გავიდნენ. და ვინ არიან ეს კათაკმევლები? აბა რომელი მართლმადიდებელი ქრისტიანი ალბათ იქნება ვიღაც, ვინც ამას მიპასუხებს, მაგრამ მაინტერესებს აბა თუ გიფიქრეთ ვინ არიან კათაკმევლები. ხო და ამ კათაკმევლებზე არაფერი აღარ ისმის დღეს, ნუ უბრალოდ წირვაში არის და შეიძლება ზოგიერთი მღვდელი ამას ისეც ამბობს, რომ არც იცის ეს კათაკმეველი ვინ არის. და კათაკმეველი იყო ადამიანი, ვისაც უნდოდა რომ მონათლულიყო და გამხდარიყო ქრისტიანი და სწავლობდა ქრისტიანობას, კითხულობდა ბიბლიას, კითხულობდა სახარებას, ესაუბრებოდა მღვდელს ამ თემაზე, სვავდა კითხვებს, იქიდან იღებდა პასუხს, ანუ მთელი განათლების სისტემა იყო შიგნით. და აი ეს ხალხი საკმაოდ დიდი რაოდენობით წირვაზე ცოტა უკან იდგნენ ხოლმე და რაღაც მომენტში წირვის ისეთი ნაწილი იწყებოდა, ის ხო რიტუალია, სადაც ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ თუ შენ ჯერ არ ხარ მონათლული, მაშინ ცოტა ხანი დატოვე ეკლესია, გადი. რომ ეხლა მონათლული ხალხის ლიტურგია იწყება. და ეს კათაკმევლები რო აღარ არსებობენ ჩვენთან ამჩნევთ, ვინმე გადის, კათაკმეველო გადიო და არავინ არ გადის იქიდან, ყველა მონათლულია. და ეგ რას ნიშნავს? იქ ყველა ვინც მონათლულია, თქვენ ფიქრობთ, რომ ბიბლია წაიკითხეს და განიხილეს მღვდელთან და სახარებაზე კითხვები დასვეს, რა თქმა უნდა არა. და მე ეს ხალხი რაღაცა ნაწილი კიდე იქიდან მღვდელი გახდება, არ ვიცი, მონაზონი გახდება, ქადაგებას დაიწყებს და იტყვის გეშინოდეს ღმერთის. ძალიან მარტივად. იმისთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ეს გითხრას. არც ეშმაკი და არც ღმერთი არ დამანახოთ არც ერთი. კოტე ყუბანეიშვილი. მადლობა, საინტერესო კომენტარი იყო. მე ზუსტად ვიცი, რომ ღმერთს ძალიან უყვარვარ. მესმის, ძალიან მიხარია. კი, მოუნათლავს ნიშნავს. მოუნათლავი ხალხი აღარ გვყავს. და საინტერესო ფენომენია ეგ. ანუ ფაქტია, რომ წირვაზე ეძღვნებოდათ მათ ცალკე ადგილი. იმიტომ რომ ეხა რაღაცნაირად ითვლება, რომ ყველა უნდა მოინათლოს და არ ვიცი, ეს ცალკე ამბავია კიდევ. ხო, კიდევ რა არის ეხა ძალიან დიდი განსხვავება მღვდელსა და ფსიქოთერაპევტს შორის. აი რომ წარმოიდგინოთ, ძალიან უხეშად რო გითხრათ. მღვდელი არის უფრო მამობრივი სიყვარულის მატარებელი ადამიანი და შემთხვევითი არ არის რომ მღვდლები კაცები არიან. რელიგიების სრულ უმრავლესობაში ქალი არ შეიძლება რომ მღვდელი იყოს. და ეს რაღაც დაკნინებად აღიქმება ხოლმე ქალის. და შეიძლება რომელიღაცა კულტურაში ასეც იყო, მაგრამ რეალურად სხვა ამბავი არის უკან ჩემი აზრით. ის არის რომ მამობრივ სიყვარულს ატარებს ეს. მე საუბარი მაქვს ეხლა ამ მღვდელზე ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. და რას ნიშნავს ეხლა მამობრივ სიყვარულზე მე ადრეც ვილაპარაკე, ფსიქოლოგიაში ცნობილია ეს, ძალიან საჭირო სიყვარულის ფორმაა, რისიც დიდი დეფიციტი არის სამყაროში. სულ რომ 500.000 მღვდელი ყავდეს, მაინც დეფიციტურია სამწუხაროდ, იმიტომ რომ მამობრივ ენერგიას ვერ ატარებენ ხოლმე ისინი, ძალიან მწუხარ, მაგრამ ეგრეა. და როგორია ეს
მამობრივი სიყვარული, რომელსაც წესით პატიოსანი მღვდლები ატარებენ, ხო? ისინი ზრუნავენ, რომ ადამიანი განვითარდეს და ამაყობენ მერე მისი განვითარებით. იქ შეიძლება რაღაცა შენიშვნებს იძლევიან, ოღონდ კეთილად, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილად, რომ ესე ხო არ ჯობია, ისე ხო არ ჯობია. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც მამობრივ ველში ტრიალებს რა, მას უყვარხარ იმ შემთხვევაში, როცა იმსახურებ ამას და ვითარდები და ხარ ასე ვთქვათ, რაღაცა კეთილ გზაზე დგახარ. ნუ ისე ვიტყვი, რომ აი გაგებით მაქვს ახლა საუბარი სიტყვა მღვდელზე, თორე მე ბრმა არა ვარ და ვერც ვერავინ ამიკრძალავს, რომ დავინახო და ძალიან ბევრი სხვა ფენომენი მინახავს. მინახავს მღვდელი, რომელსაც მნიშვნელოვანია, არ ვიცი, ფინანსური შემოსავლები, მნიშვნელოვანია, რომ თავისი სიძულვილი ქალების მიმართ გაავრცელოს მრევლში. ან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შეაშინოს და იგრძნოს მათზე დომინაცია. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური მოვლენებია და მე ხა პროფესიიდან გამომდინარე ვხედავ ხოლმე რა მიმდინარეობს იქ. ან არ ვიცი, შეაშინოს ჯოჯოხეთით და აკონტროლოს მათი ცხოვრება და მე სიამოვნებას იღებს ამით, გაუცნობიერებლად. შეიძლება კიდევ ბევრად უარესი და უარესი ხა მე მოგიყევით ადამიანური გადაცდომები, თორე იქ არის არა ადამიანური გადაცდომებიც, იმიტომ რომ თვითონ ცხოვრების წესი, რომელშიც არიან ხოლმე ბერები და სამღვდელო პირები, ყოველთვის არ არის გამართული ფსიქოემოციურად და ფსიქოლოგიურად თუ არ გამართავ სიტუაციას, ეგ ისეა, რომ აი კედელს რო თავით მიეტაკო და გეგონოს, რომ კედელში გაივლი და ვერ გაივლი. ის კედელია და ეს ისევ ქრისტიანულად რო გადავხედოთ, ღმერთმავე დაადგინა, რომ კედელია. და ახლა ღმერთის წესები დავარღვიო მე და ვეტაკო ამ კედელს, ეგრე არ გამოვა. უხეშად რო გითხრათ. და ფსიქოთერაპია უფრო არის დედობრივი ველი, დედობრივი სიყვარულის ველია და ეგ როგორია? შენ როგორიც ხარ, ისეთი იყავი. აქ დაცული სივრცეა. შეგიძლია ყველაფერი გამოხატო. ნებისმიერ რამ, რასაც გამოხატავ და იტყვი, ამ ველში და ამ სიტუაციაში, ხო, შენ საწინააღმდეგოდ არ იქნება გამოყენებული. აი იქ პოლიციაში რო უკითხავენ ხოლმე, რომ რასაც იტყვი, ყველაფერს შენ წინააღმდეგ გამოვიყენებთ. ხო, აქ არის პირიქით. გულწრფელად იტყვი რამეს, არ ჩაგარტყავთ მანდ და არ გაგაკრიტიკებთ. იმის გამო, რომ გულწრფელი იყავი, არა უშავს, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. აი ნახეთ როგორ განსხვავდება და ორივე საჭიროა. აუც მე იმას კი არ ვამბობ, რომ მღვდელი საჭიროა. შეიძლება ზოგმა ადამიანმა ესეთი მამობრივი სიყვარული, არ ვიცი, იპოვოს მოძღვართან, მწვრთნელთან, უფროს ძმაკაცთან, არ ვიცი, არის ხოლმე სხვადასხვა კონტაქტი, სადაც ეს მამობრივი სიყვარული ჩანს და იქ არის მერე სიამაყე ამ ყველაფრით. რაღაცა ვიდეო იყო, პატარა გოგონა ცდილობდა, რომ სალტო გაეკეთებინა უკნიდან და მამამისი ეხმარებოდა და ბოლოს გამოუვიდა. ანუ მანამდეც ეხმარებოდა მამა განააკრიტიკებდა რატო არ გამოგდის და ცუდი ტიპი ხარ და რაღაც ეს არ არის მამობრივი ველი აბსოლუტურად უბრალოდ იქ იყო და მხარს უჭერდა რა და რომ გამოუვიდა აი მერე ჩაეხუტა ხელში აიყვანა და იყო ერთი ამბავი ნახე ეს არის მამობრივი სიყვარულის გამოვლენა იამაყა რომ ის იმას ალტო გააკეთა და იმასაც გაუხარდა რომ დაიმსახურა ეხა ეს მამის ჩახუტება ხო, აი ეს არის რა და აქეთ ამხარეს თერაპიულ კონტაქტში შეიძლება ესეთი ველიც იყოს, კაცი თერაპევტებიც არიან და ეგ ცოტა სხვანაირად მიდის თერაპია სხვათა შორის. ეგ ცნობილია, რომ სქესს აქვს რაღაცა გავლენა ხოლმე და როდესაც ქალია თერაპევტი და საკმაოდ ახლა სტატისტიკას არ გავცნობია, მაგრამ ჩემს ირგვლივ რაც მახსენდება, დიდი ნაწილი ქალია ხოლმე. გენი უფრო ანუ ქალური ასე ვთქვათ ველი და ეს დედობრივი ზრუნვის და ამის და იმის უფრო მეტად გულისხმობს ძალიან თავისუფალ გარემოს რომელსაც არ აქვს რაიმე მიმართულების მიცემა იქ კეთილი მიმართულების მიცემა მიდის კარგ შემთხვევაში ცუდ შემთხვევაში უვიცი მიმართულების მიცემა მიდის აქ მიმართულების მიცემა არ მიდის როგორი ხარ მე მაინტერესებს ნახე დედას აინტერესებს შვილი რო დაიბადება როგორია ის და მამა ფიქრობს, რომ ასე გავსდი, ისე გავსდი, ესეთი იქნება, ისეთი იქნება. ბუნებაა რა. ხო და ამას აინტერესებს როგორია, აი რომ დაიბადა ეს როგორია. თერაპიაზეც რაღაცა ასეთი ხდება. და ეხლა რატო არის? ყველა კომენტარზე გიპასუხებთ, აი ეხლა დავასრულებ აზრს და ეხლა რატო არის, რომ დეპრესიული ადამიანი ჯობს იყოს თერაპიულ ველში და არა მამობრივი აი ამ მიმართულების მიცემის ველში. იმიტომ რომ ეს დედობრივი ველი და უხეშად რო თქვა ესე რო წარმოიდგინოთ, ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი ვითარდება ბარიერის გარეშე არის დედის მუცელი.
დანარჩენი აი რომ დაიბადება იმ წამიდან სულ მოდის ბარიერი, წინაღობა, გადალახვა, კიდე შეჯახება რაღაცასთან, აი დაბადების წამიდან. თვითონ დაბადებას ბარიერის გადალახვაა, ხო? და იქამდე დედის ველში, ასე ვთქვათ, ანუ უპირობობის ველში ბარიერები იმას არ აქვს. ეხლა რა თქმა უნდა, ხელოვნურად მშობლის ხელშია და შეუძლია იმას, რომ მოკლას კიდეს ის განვითარებადი ჩანასახი, მაგრამ ეგ სხვა ამბავია. მე ვამბობ, რომ თავისთავად ბუნებრივ სიტუაციაში ის აბსოლუტურ უძლურებაშია იქ. სრულიად დამოკიდებული და მიბმულია, მაგრამ ვითარდება, თან დიდი სისწრაფით, უდიდესი სისწრაფით ვითარდება. ესე იგი, ადამიანს განვითარებისთვის ფსიქოემოციურად ორი რამ ჭირდება. ერთი ბარიერები, რომელსაც გადალახავს და მეორე დაცული გარემო, სადაც შეუძლია რომ მოდუნდეს და ისე განვითარდება მისი პიროვნული მე, ასე ვთქვათ, მეორედ დაიბადება. და ამისთვის სჭირდება უპირობო, ასე ვთქვათ, მშვიდი და წყნარი გარემო, ანუ დედობრივი სიყვარულის ველი, რაც არის მხოლოდ თერაპიაზე. და როგორც უკვე გითხარით, იმ ადამიანებს, ვისაც შფოთები აქვს, დეპრესია აქვს, ნევროზი აქვს, რაც გნებავთ ნებისმიერი სიტუაცია, იქ არის, რომ პიროვნების, ასე ვთქვათ, პიროვნული მეს საზღვრები შესუსტებულია და შევიწროვებულია. ბევრი არასწორი სწავლებით გარედან, ბევრი არასწორი ინფორმაციის მიღებით გარედან და შესაბამისად, იმისთვის რომ ეს გაიშალოს და განვითარდეს, სჭირდება აი ეგ დაცული გარემო და არა უფრო მეტი და მეტი ბარიერების დაყრა თავზე. ბარიერები ჭირდება უკვე გაძლიერებულ პიროვნებას, რომ გადალახოს და კიდევ უფრო გაიშალოს რა, მაგრამ რაღაც დონეზე ის დაბადებული უნდა იყოს ჯერ. და მყარად უნდა იდგეს ფეხზე. და იქაც საფრთხილოა, რაც არ უნდა მყარად იდგეს, ზოგი შეიძლება ბარიერი გეგონოს შენ რომ მიეცი და სინამდვილეში მიეცი, არ ვიცი, ისეთი წიხლი, რომ წაიქცა და ვეღარ დგება. და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ბუნება კი ასეა მოწყობილი, მაგრამ ყველაფერი ბუნებაში იწყებს დაცული გარემოდან. და პიროვნებაც ახლა ადამიანის ხეულებრივად რომ დაიბადება, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ხო? ფიზიკურად დაიბადა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის მეორე დაბადება, ფსიქოემოციური, რომელსაც ასევე სჭირდება გენაცვალე დედა, დედობრივი გარემო. გინდა შეიძლება მამაკაცმა მოქცეს ეგ, არა აქვს მნიშვნელობა. თერაპევტი ვინ იქნება, მაინც თერაპია არის აგებული მიმღებლობაზე. ხოლო ნებისმიერი სადაც სიტყვა მოძღვარი მასწავლებელი და ის ურევია ძალიან დადებითი მოვლენა, მაგრამ იქ მიდის მიმართულების მიცემა. და აი კარლ როჯერსი უდიდესი ფსიქოთერაპევტი, ვინც კი კაცობრიობას ყოლია, ყველაზე დიდი შედეგების მქონე და ასე შემდეგ ერთ-ერთი იყო აი ამ მიმღებლური ველის, არ ვიცი, სიმბოლოც კი, აი დაგუგლეთ და უბრალოდ სახეზე შეხედეთ ამ ადამიანს. და მას ერთ თერაპიაში შეუცვლია ხოლმე ადამიანის ცხოვრება. ოღონდ ესე კი არა, რომ ეს ქენი, ის ქენი, არა. უბრალოდ ქმნიდა აბსოლუტურად დაცულ ველს, სადაც ის ადამიანის პიროვნული მე თავისით აკეთებდა პროგრესს. უბრალოდ გარემო იყო ძალიან დაცული. აი ამას აკეთებდა ეს ადამიანი. ეგ ყველა ბერკეტი სამართავად გამოიყენება. როგორც დედა იღებს შვილს უპირობოდ, კარგი და ცუდი შვილი ხომ არ არსებობს. ხო, ნაია, ძალიან სასიამოვნო კომენტარია ეს, მეც მინდა ეგრე მჯეროდეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს დედა უპირობოდ ალბათ იღებს შვილს რაღაც ასაკამდე. იმიტომ რომ ეგეც, ანუ ჩვენი ბუნება მოკეთ უპირობობით არ არის მოწყობილი. მუდმივად მიმდინარეობს პირობითობა რა, მაგრამ შედარებით რო შეადარო, იქ თერაპიაზეც არის პირობები, ეგრე არ არის. იქ არის რომ ურთიერთპატივისცემა, ეხლა კლიენტი თუ შემოვარდა და არ ვიცი, რაღაცა დედა შემაგინა და დაამტრია რაღაცები და ესე პოლიციას გამოუძახებ. მიხდი, ანუ რაღაცა შეთანხმებები იქაც გვაქვს პირობები, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და რაღაც ვიმუშაოთ, ხო, ორივემ. ესე კი არა რომ ჩემზე იყოს ყველაფერი, რომ აი მე ვიხტუნავებ და ეს კარგად გახდება, ეგრე არა. ერთად მუშაობთ რაღაც პროცესებზე, ხო? ხო და რაღაც ასაკამდე მართლა აი რომ იბადება ბავშვი, ნუ ახლა საშვილოსნოზე აღარ არის საუბარი, თუ არ მიიღებს დედა უპირობოდ და უბრალოდ არ დაიბადება და მორჩება მაგით. და რო იღებს და იბადება, მერეც რაღაცა პერიოდის მანძილზე უბრალოდ რო არის საკმარისია ბავშვი. როგორიც არის, რანაირიც არის, ნუ ძალიან სასიამოვნო და ბედნიერი ველია ეს. დედაშვილობა. თუმცა რაღაც ასაკის მერე იქაც წამოვა მამობრივი სიყვარული, მერე რა დედაა. და იწყება რომ არ ვიცი, მაგალითად რა გითხრათ, კეთილად მოეკეცი ცხოველებს, კეთილად მოეკეცი ბავშვებს, რომ ჩაარტყავს და დედა ასწავლის, რომ იმას ეტკინა, იცი? და უკვე ანუ მიმართულებას აძლევს. რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა ეს, თორე ხო ვერ ისწავლიდა ვერაფერს ბავშვი. მე ჩემი შვილი უპირობოდ მიყვარს ყოველთვის. რა თქმა უნდა, ძირში უპირობოდ არის.
და აი მან რა თემაა, იცი? თუ დედობრიობა არის ადამიანში, ძირი მაინც უპირობოა, რაც არ უნდა გააკეთოს, ჩემი შვილია და მიყვარს არის. რა თქმა უნდა, უკან ასეა. თუმცა მაინც ზემოთ რაღაც პირობები ჩნდება, აი თუნდაც ისევ ვცდილობის და პატივისცემის და ურთიერთგაგების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თუ შვილი ამ ყველაფერს არ ღვევს და ცუდად იქცევა დედის მიმართ, მაინც უყვარს დედას ალბათ, ხო? საშინელი შვილები ყვარებიათ ხოლმე, მაგრამ გული ხო ტკივა მაინც, ნახეთ? და იქ რო იბადება ბავშვი და ხან ტირის და იცით რა ტერორისტია ახალშობილი ბავშვი, ხო? ვისაც გამოგიცდიათ. ხან ტირის, ხან ყვირის, თან აბსოლუტურ ბრძანებებს იძლევა რა. მოდი და ნუ გააკეთებ, ეხლა რაც იმან გიბძანა. ლაპარაკიც კი არ ჭირდება, უნდა გამოიცნო. აი ხუმრობა როა ხოლმე, რომ ხუმრობა კი არა ის რა სექსისტური ქართული რაღაცა უცნაური მარაზმატიული გამოთქმა როა, რომ აი რაღაცა ქალს ლაპარაკი რა თუნდაო თუ თქმა რატო დაჭირდება თვალებით რო ვანიშნებ, უნდა მიხვდესო, ხო? და ჩვენ ამაზე გვეცინება, რა ვიცი, მე მეცინება ყოველ შემთხვევაში. აი ეგ ვარიანტია რა, ბავშვი თვალებით რო განიშნებს, უნდა მიხვდე და გააკეთო, არ გააკეთებ და დედა გეტირება რა. აი ესეთი ტირანიაა, ხო? მაგრამ რა ხელა სიყვარულია. იმიტომ რომ იმას არ მოეთხოვება რა, ის ახალშობილია ეხა და აბსოლუტურად დამოკიდებულია შენზე და უვლი რა, როგორც შეგიძლია ისე, მაქსიმუმს დებ იქ. შეიძლება ვერ გამოიცნო რა განიშნა თვალებით, მაგრამ ძალიან ცდილობ. აი ეს არის და მე რა თქმა უნდა ეხა რაღაც პირობითობები მოდის, რომ მაგალითად რო ვმუშაობ, ჩემ შვილებს ვეუბნები, რომ არ შემოვიდნენ. ხო, ეს აღარ არის აბსოლუტური მიმღებლობა, აღარ არსებობს მე რაღაც ასაკის მერე. ეგეც ნევროტულია თუ ადამიანის უცდილობს, რომ რაღაც იპოვოს ისეთი ადგილი, სადაც აბსოლუტურად 100%-ით მიიღებენ მას, რაც არ უნდა გააკეთოს. ეგ ვერ მოხდება. პირობები ჩნდება ასწავლის ხოლმე, მაგრამ ყველაზე დაცემული შვილიც კი ძალიან უყვარს დედას, რა თქმა უნდა. ამაში ხედავ მე მის გენიას. კი, ეს კიდევ მეცაც გეტყვით, მე აი ზუსტად ისეთი მოძღვრისგან, რომელსაც ჰქონდა მამობრივი სიყვარული და კეთილი მიმართულების მიცემის უნარი, მახსოვს ეგეთი ფრაზა, რომ თუ შვილს უჭირს და ცუდად არის სულიერად, კიდევ უფრო უყვარდება დედასო. ანუ ისედაც ხო უყვარს. თუ დაინახა რომ იქ სირთულე წამოვიდა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად ის უყვარდება, ის შვილი, ვისაც აქვს პრობლემები და ვინც არის ავად, ესე უხეშად რო თქვა. ესეც კი მახსენდება ეხა აი ამაზე. კი, ეს დედობრივი სიყვარული რაღაცა სხვა მოვლენა არის, უპირობო ეგრეთ წოდებული. სამყაროში. მოკლედ იმის თქვა მინდოდა, რომ მღვდელს აქვს თავისი განუმეორებელი ფუნქცია, ფსიქოთერაპევტს თავისი, ამორის ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მღვდელსაც და ყველა ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური ცოდნა, სახელი შეიძლება არ ერქვას ასე და დიპლომი არ ეკიდოს, მაგრამ შეუძლებელია ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტში შევიდეთ, თუ რაღაც დონეზე არ გვესმის ფსიქოლოგია. გინდა საკუთარი და გინდა მეორე ადამიანის. თუმცა როლების აღრევა ისევ ფსიქოლოგიიდან ვიცით რომ არ ვარგა, მღვდელი არის მღვდელი, მონაზონი არის მონაზონი, არის მასწავლებელია დედა და ასე შემდეგ. და ამ როლების კაფიოება განაპირობებს ნამდვილ კონტაქტს. და ასევე თერაპევტიც არის თერაპევტი. ვერც თერაპევტი გახდება სულიერი მოძღვარი ვერასდროს და ვერც მოძღვარი გახდება თერაპევტი. აი ეს მინდოდა მეთქვა ამ საკითხზე. იმიტომ მართლა ყველა ჯგუფში თუ კი რამე მინახავს, ყველა ფსიქოემოციურ სირთულეზე ქვეშ პანაციასავით წერია წადი მღვდელთან და მორჩა. აი всё, მიდი და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთმა ხელი მოუმართოს და იმედი მაქვს, რომ არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, თუ მამობრივი სიყვარული აკლია ადამიანს და ეგ მიმართულების მიცემა, ეგეთი ფსიქიკური სირთულეებიც არსებობს. მე ხა ისეთები ჩამოვთვალე, სადაც პირიქით არის. ხო, ეგ თუ აკლია, ეგ შეიძლება ძალიან კაი შედეგებიც დადგეს, მაგრამ ეგ მაინც არ ნიშნავს, რომ მღვდელი თერაპევტი იყო. აბსოლუტურად არა. ლამაზ დღეს გისურვებთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.